და გემო ვიცი მე და მიშელინ მაიცეს ზან პრონცკაობა. არის? ჩილი კონკარნესთვის ვამზადებთ ინგრედიენტებს და თან განსხვავებულია და თან ძალიან გავს ქართულ კულინარიას და აუცილებლად მოვამზადოთ. ეს უკვე ცხელი რატოა? გაგიჟდი, რასი გაჩოთ? ათი. მოგენიმოს. ჩვენ გაგვიმარჯოს. მოკლედ, ვიმყოფებით ბირთვისი Dream House-ში, სუფრა იქნება ცოტა მულტიკულტურული. რას და როგორ გავაკეთებ კიდე ამას პროცესში განახებთ. დამისხეთ ლუდი რა იქნება. მიხლავ. მოკლედ, 12 საუს რომ გამოვსწევით, იქედან 15 წუთში მოხვალთ ბირთვისში, ამ ადგილზე ხეც კი ნახავთ და მოკლედ, ბირთვისი Dream House-ი მეგობრებო, ელოდება თქვენს ჯავშანს, იმიტომ რომ ქირავდება და აუცი ამაზე უკეთეს ადგილას თბილისიდან 40 წუთში ფიზიკურად ვერ მოხვდებით. უკან აბსოლუტური ტყე იწყება, წინ კი რა ხედიც არის კი ნახე. მოკლედ, რა ხდება? ჩილი კონკარნესთვის ვამზადებთ ინგრედიენტებს და დავიწყებთ ჩილის გაკეთებას, რომელსაც დაახლოებით 3 საათი დაჭირდება ჯამში, მაგრამ ხალხს ძალიან შეა და შეიძლება შუალედში ცოტა სალათიან რაღაცა მოვჭრათ, რომ შიმშილით არ დავიხოცოთ და თუ ზამისხამს კიდე ბატონ ნიკოლოზი, რომელიც ჩემი ოპერატორია ამ შემთხვევაში, კიდევ უკეთესად მოგიყვებით ყველაფერს. შორის ბირთვისი Dream House-ი მარტო ესე უბრალოდ პროექტი არ არის, ხო? Dream House-ები არის ასევე გრიგოლეთშიც. გრიგოლეთში როგორ არის? ეს ღვაში არის პირდაპირ რა და აქცია შეფაიანისგან თქვენ მოდით ბირთვისი Dream House-ში და მე ურიგოთ ჩაგწერთ გრიგოლეთში. თებერვალში მოკლედ გრიგოლეთი Dream House-შიც. არა, ორი დღე ხო იყო თავისუფალი. არის? რა, იგი Dream House-ი. მეგობრებო, ჩვენ შევუშავოთ ბატონ დავით ცოტა ხე. მე ხო იცი რესტორანში რომ ვუშავდი გერმანიაში, მიშელინის ვარსკვლავის რესტორანში. მე შემიძლია დაგეხმა, გასწავლი რა რაც ეს. მიშელინის ვარსკვლავი და გემო ვიცი მე და მიშელინ მაიცეს ზან პრონცკაობა. ეს ხალხი სხვა რამეებისთვისაც დაგჭირდებათ, იმიტომ რომ მარტო ჩილი კონკარნეს არ ვაკეთებთ, მწვადიც უნდა გავაკეთოთ და ახლა უკვე შეუძლია დავჭრათ წითელი და მწვანე ბულგარულიც. მოკლედ, კილო 300 ფარში არის რა. დაახლოებით 80-20 ცხიმიანი ნაწილი არის, რომ კარგად ჩაითუშოს ყველაფერი და კილო 300 ფარშზე დავჭირდება დაახლოებით, ავიცი 250 არა 200 გრამი წითელი და მწვანე ბულგარული და დაახლოებით 300 გრამი ხალხი. და ნიორი. 1 4 5 6 7 ტკბილი ნიორი. რა ხდება რა? ერთიანად რომ შევწვა ჩემი ხორცი, ძალიან გავაცვებ ტაფას და იმ შედეგს ვერ მივიღებ რაც მინდა. ამიტომ ორ ნაწილად შევწვავ და მე მიმწვარი სამოყვანა წავა უკვე ჩვენი დაჭრილი ინგრედიენტებით. ეს ისედაც უკვე ყველა მიცის, მაგრამ მაინც. ცოტა ზეთი, ბევრი არა, ცოტა. მაინც მიბრაუწვის პროცესში თუ დავეხმარებით, არაფერი ცუდი ამით არ იქნება. არა. ანუ სუნელები ცოტა კომპლექსური საკითხია ჩილიზე, იმიტომ რომ ისე აქ არის ძალიან ცოტა ქინძი, არის დაახლოებით 5 გრამი ორეგანო, არის პაპრიკა, არის შებოლილი პაპრიკა, არის წიწაკა და არის ძირა დაახლოებით 15 გრამი. ეგ ყველაფერი ჩამოვთვალე. და ამ ყველაფრის გარეშე დარიჩინი დაახლოებით 2 გრამი. 3. ამ ყველაფრის გარეშე ჩილი კონკარნეს გემოების ბაზის შექმნა გაჭირდება. ამიტომ ყველა ეს სუნელი აუცილებელია და დარიჩინი მით უმეტეს განსაკუთრებულ გემოს აძლევს. ანუ აკავრობას გამომარჯოს. დალოცვილია ჩვენ თბილისის კი არა და საქართველოს დედაბუნება და პირველ მოიმარაგეთ, არაკი დავლივით. ურა, ხმა შემოდის ეს არ უნდა მოიჭრას არც ეს ვარია. აი, მოკლედ შეგვიძლია პირველი პარტია უკვე ამოვიღოთ. საერთოდ მოგაქვს. ოღონდის მინდა პეტრო მოიტანს ახლა რაც მინდა და დეინახე. აი ეს უპირატესო მაგას მოსაი. მოდი ახლა მოიტანე მიმწვარი განახო. ხედავ მიმწვარსა. ეს უნდა გადაიქცეს მერე გემოდ. კი იცით უკვე, მაგრამ აიც. ვახ შენ გენაცვალ. გაჭიტიგო. აი რა. ეს უკვე ცხელი რატოა? ეს ცეცხლ აუძლებს ცხელია, მოგიდე ხიქო. ზეში ვიდოა, ვა. ვახ. გახურდა ეს დედა. ველოდებით 10-15 წამი ცოტა შეცხლდეს ჩვენი ზეთი და მეორე პარტიასაც
ვათავსებთ. მოკლედ ამ ადგილის თამადობით ჩვენ საქართველოს გამომარჯვებს ბატონ ნიკოლოზი. ჩემ საქართველოს რათა მაგონებს. მოკლედ ახლა გვჭირდება მოთმინება, დაახლოებით 10 წუთი, დაბალ ცეცხლზე თავი უნდა დავახუროთ, რომ ტენი შევქმნათ და ეს ტენი მე ამოიღებს უკვე ამ გემოებს. ბოსტნეულის ჩაყრიდან დაახლოებით 10 წუთში უკვე უნდა დავამატოთ ნიური, რომ მაქსიმალურად ნიურის ცინცხალი გემო შევინახოთ რა. მიკროფონი მიგეთია. ვაიმე, რა ხდება შეხედე. შაბუჟბუჟებული ჩამბალე არის. და ცეცხლი მოვუმატოთ და პროცესი ოდნავ დავაჩქაროთ. დაახლოებით 10 წუთი ველოდებით და დაგიბრუნდებით. ეხლა ვამატებ ტომატ პასტას. ძალიან ბევრი საქმე. საუსებით საკმარისია. ეხლა უკვე ვამატებთ ჩვენი სუნელების მიქსს. და ეხლა უნდა მოვხალოთ ჩვენი სუნელები. ეხლა რა არის? ვინაიდან და რადგანაც აქ დამსწრე საზოგადოებიდან ბევრი არა ტოლერანტული არის ამის მიმართ, არ ვუქენი. არ ვუქენი. არც უნდა უქნა. მაგრამ ერთსაც მაინც უზამ რა. ჯოუს გვიანვიზრი არასდროს. გეცასუნი ჭუკი? სუნი მოვიდა. ეხლა ვამატებთ ფარშს და დაახლოებით 2 წუთში უკვე დავამატებთ დასრესილ პომიდორს ან დაჭრილ პომიდორს. ბიჭებო. ერთი ჩავარტყათ რა. ოლე, წვრილ დაჭრილი პომიდორი. უნდა ჩავამატოთ და ნუ თუ კანს გააცლით, თუ რა ვიცი, ცუდი არ იქნება. და დაახლოებით 1 საათი, საათნახევარი ყველაზე დაბალ ცეცხლზე ველოდებით. ანუ ვასიმერინგებთ. აუ ისეთი სუნი აქვს უკვე, რომ რაღაც შეუდარებელი. შეგვიძლია გადავინაცვლოთ უკვე ბიჭებო მწვადისკენ. მწვადის შეწვის დროა. პარადუდუ მაილა. ის მინდა, თორჩი მინდა. ვიჯო, პატარა მიროსლავ კლოზე. გაბელ, აქვე არ აღნიშნოთ, რომ ბირთვის Dream House-ში ყველანაირი ტექნიკა, ყველანაირი აღჭურვილობა. თქვენ დაგრჩებათ ყველაფერი ბირთვის Dream House-ში. დაგრჩებათ და დაგხვდებათ. კი, ყველაფერი წვადის არის. შეწვა მოგინდა. კიდე რა უნდა მომდეთ? ისე ის რაღაცა ჯაკუს იმას ვაკეთებდით ჩასაწოლს? კი, არის ჯაკუზი, ვაი ხაროზე დაუფუშეთ. ჰა? ჯაკუზი არის მეგობრებო, მინდა აქვე აღნიშნო, 4 კაციანი ჯაკუზი არის, თავისი ბუსტუკებით ხელდება წყალი დაახლოებით კამერას უხარი, კამერა. ხო, არა, მე просто ის ძალიან მომწონს, აი ეს ქართული ის რო არის, რა ეს ცემა შეწვა და რაღაცეები. აბა. ისა წვადის შეწვა უყვარს. გაუმარჯვე. ო, გაფრინდა. რაშო, ვიტო მოიცავ. გადროს ეგ შენი. კოჩო გათიშე, უაგარი ხარ თუ რა? გაწიე. მე ვარ კარაქსეს. გაუმარჯვე, აბა. აუ, საუმარჯოს, აბა. გადავაყარო. ვისაც წადის შეწვა უყვარს, ყველას გაუმარჯოს და ვისაც ასე შაბათ-კვირას ქალაქიდან გასვლა და ასე მომხენა უყვარს, ყველა იმ ადამიანს რა შენ გაგიჟდი, რასი გაჩო გათიშე. აუჩ აღვაფეთქებს ეს ტიპი. ცეცხლი დაინთება, ეს უეჯველე, მაგრამ როგორ დაინთება საკითხავია ეგ. მართლა აფეთქდები. არა, თო ეგრევე გადავაგე. გათიშე, არა, ვერ გადავაგე, აფეთქდები. ჩვენ წავფეთ. ერთ წამ გათიშე ხო და ჩვენ წავფეთქდები და გათიშე ერთ წუთი. მოგეკიდა, წაგეკიდა შენ. მოკლედ, ვისაც უყვარს რა, ეს ყველაფერი იმ ადამიანებს გაუმარჯოს რა. ვისაც ენა ფავერა ვინც თბილისის ემუნის ორაობელი ებიცევდე შემოგარგო შენახარ შემიგნი არ გინდა გეხოცე არ გინდა, ნახე იწვი. იწვის მა ხო გინდოდა რომ დამწვარიყო და დაიწვა გეხოცები რა ნუ გამინო აბა პედრო ჭირდება 2 კილა ლობიო ჯობესია თუ შავი იქნება მაგრამ წითელი შეიძლება და რავშვებით გათიშვამდე ნახევარი საათით ადრე ამ დაახლოებით 1 საათი რაც სიმერინგზე არის და ნახევარი საათით ადრე გათიშვამდე ახლა ამ 2 კილა ლობიოს გავუკეთებ ამოვურევ და დაველოდები უკვე და ნახევარ საათში ჩვენი ჩილი კონკარნე მზად იქნება.
გადაცი, და უწყური რო ჩაყავ. მეკნის ნაჭერი. და წავიდა ჩვენს ნაკვერცხალზე მისი მოთავსება. მიდი არ მოგენონოს. წვადი უხახოთვის გაუგია. გაგიგია? ა? არა. ბიჭო. გამწვადი შემიწვია თო. რაკენი? მე შემიწვიან. ვისათხო, ბიჭო. რა ვისო? სათხო, ვაცინაცარი არავინ შეგაყარა. დათო შვილი გონგარნა და დათოს ოპერატორის წვადი. ეგი, რა? აბა, ეგ ზემით არ დაგჭება რა. იეს, ზემოთ მიმართულება. ბოლოს ტრიხებს ვიღებთ. ბოლო აკორდებსა. ცოტა კიტრი პომიდორი არ გვაქვს ისეთ როგორც უნდა გქონდეს, იმიტომ რომ მეზარებოდა ვარდისფერი პომიდორი. ჯუკის დაევალა და უიპანდო რა. მე და მიიღე თო დავსვანათით პრობოდი. 3 4 წოი. გაიქცი. ზღედეს იმ თებში აქ თავი პირდაპირ ჩაყოფილი. ჩვენ გაგვიმარჯოს. ჩვენ გამომწერებს გამომარჯოს ამჯერით რა. მოამზადეთ. დამჯერეთ რომ ამაზე კერძი კერძად ამაზე კარგერც ცოტას მოამზადებს და აუცილებლად თან განსხვავებული არის. თან განსხვავებულია და თან ძალიან გავს ქართულ კულინარიას და აუცილებლად მოამზადეთ. ჩავაყარო ამაში მაგრამ ვითომა. შეფ რაიან გაბელი. ხო და გამოიწეროთ შეფ რაიან გაბელის არხი. TikTok-ი, Instagram-ი, Facebook. ყველგან. სიცხარეც კარგად აქ. აუ, სასაულია იმენა. ყველაფერი აქვს, ყველა გემო აქვს ერთად. გათიშე.